რა საშვები ჩემო კარგო ხალხო, აბა. როგორ ახართ, როგორ მიგდით ამბები. ცხელა, მაგრა ცხელა, დღეს 21 არის უკვე და ცოტა დაგვრჩა რომ გადავიტანოთ ეს. რა არის ეს სიცხე, სირცხვილია ძმო. შეიძლება ამ სიცხით ვაფშე ამ ამინდებით. ევროკავშირი და ვიზა ლიბერალიზაცია მართლა ბიჭო რა, დამღალელია ძა. არჩი დღეს მინდოდა, არ ვიცი რაზე ლაპარაკი, ალბათ უფრო იმაზე რომ რაღაცნაირი ნიჭიერი და ზარმაციერი ვართ რა. მე ეგრე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. ბიჭო, ნიჭიერი და ზარმაცი იმას გულისხმობ პროსტა. ლენკა, ნუ უყურებ კამერას ეგეთ წახით. თუ შეიძლება გადით. გასარიცხე ჭურჭელი და ხო, ხალხი რეცხავს ჭურჭელს და გვაქვს ეგეთ პრობლემები. ინფლუენსერ ყამანდაც რეცხავს. სხვათა შორის ხალხო თუ არ იცოდით, ჩვენ საჭმელს ლენკა არა, მე ვრეცხავ ხოლმე, ამასთანაც დაჟე თუ სხვა არ არის, არავინ გამრეცხავი ხოლმე სახლში. ხო, დღეს მიდოდა იმაზე საუბარი, რომ ცხოვრებაში რაღაცნაირად ძალიან მაგარ რაღაცებს ვაკეთებთ რა ადამიანები რა, ქართველები. აი მენა ქართველები რაღაცნაირი სხვანაირი ქართულად არ ვიცი როგორ ამარა რუსულ ნაბოზრულ სიტყვას გამოვიყენებ ჟიუჩიერი ვართ რა რაღაცნაირი რა ანუ იმენა ყველგან ყველა მომენტში პრობლემას რაღაცნაირად ჭრით რაღაც არარეალური გზებით თან და ვიცხოვრობთ ისე რომ ანუ აი 1000 ლარიანი ხელფასით ხალხს შეუძლია რაღაცა იქ იმოგზაურონ, აქ იმოგზაურონ და ეგეთ რაღაცები ქნა. ეგეთ რაღაც ხებს არ შეუძლია. მე ეგრე მგონია, რომ ხებს არ შეუძლია. ჩვენ რაღაცნაირად ყველაფერს მაინც ვახერხებთ რა. მიუხედავად იმისა, რომ შემოსავალი არ აქვს ვიღაცებს იმ ხელა რა, ანუ დიდი შემოსავალი და რაღაცა, მაინც ისე ვცხოვრობთ რა ძალიან დიდრულად და მარტივად. თან სოფლიო დონის მიღწევებით ახლა 3 მილიონიანი ქვეყანა ბევრი არ არის. ჩვენზე ბევრად მეტია თითქმის ყველა ქვეყანა რა. აი, ალბათ მე ასეულში ვართ მოსახლეობის მხრივ, არ ვიცი, ზუსტად არ ვიცი, ხა და ზედმეტად არ მოგატყუეთ, მაგრამ ცოტანი ვართ რა. 3 მილიონი ნახევარი ვართ და 3 მილიონი ნახევართან შედარებით, აი, ეს ჩხუბი გავიგეთ, რომ ჩვენია. მაგრამ სხვა სპორტებში ძალიან მაგრად ვართ რა, არა მარტო სპორტში რა, ყველაფერში. ბოლო ფიზიკოსებიც მაგარი ყავს, გია დვალიძმა. ხო დვალი არის. არის. მე მგონი დვალი არის. მე ეგრე მახსოვს რა. ბიჭო, ძალიან ნიჭიერი და რაღაცნაირი ხალხი ვართ რა. ჯერ ხო არ ვიცი, ერთ სულ მოსახლეზე ამდენი იუთუბერი ქვეყანა არ ვიცი რომ იყოს რა, იმიტომ რომ ყველას შეუძლია, რაღაცის კეთება ყველას შეუძლია რა, არავინ არ არის ისეთი რა. პროსტა ერთი მინუსი ისა გვაქვს რომ ყველას გვინდა რომ ყველაფერი რაღაცნაირად მარტივად გავაკეთოთ ხოლმე და ეგ სიმარტივე რომ დავივიწყოთ, ბევრად უფრო მეც მივახცევთ ჩემი აზრით რა, სიმარტივეს რომ მოვეშვათ რა. აი მარტივად ფულის შოვნა არის ალბათ ყველაზე ცუდი იდეა რაც შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს. იმიტომ რომ როგორც კი გაჩნდება, მაგის მერე იმას ვეღარ ხვდები რომ ფული რო იშოვო მაგისთვის შრომა გჭირდება რა. მაგრამ ნუ ეხა უკვე ნახე 2 წელი UFC ჩემპიონი ყავს თან pound for pound-ში აგერ პირველზე არის გადასული ილია უკვე მგონი. ილია ყავს, მე რა ვიყო 3-ში, top 3-ში რო 2 ყავს. ეგ ძალიან დიდია. აი მაგალითად ნახეთ ჩეჩნებიც ხო ძალიან მაგრები არიან UFC-ში. მაგრამ ჩეჩენი ფეხბურთელი ვინმეს რო გახსოვდეთ ძალიან ეჭვმეპარება მე. ხო და აი ეგა ჩვენ ფეხბურთშიც მაგარი როჟები ყავს. თან ბევრი უკვე ისე დაალაგდა, მეცში გადავიდა ციტაიშვილი და აბუაშვილი. აბუაშვილზე ძალიან დიდი მედებს ვამყარებდი ხოლმე და ვერ გამიმართლა იმდენად რამდენადაც მე მინდოდა, მაგრამ ყველაფერი წინა აქვს მაინც ჯერ არა იმ ხელა ასაკის რომ რაღაცა პრობლემები კონდეს რა. შეუძლია კიდე რაღაცების მიღწევა. ხო და ეგეთ რაღაცებს რო აკვირდები ხოლმე მე მგონი ჩვენ თვითონვე ვერ ვაფასებთ რამდენად მაგარი ერი ვართ რა. 3 მილიონიან ქვეყანაში რო შეგიძლია 30 მაგარი ფეხბურთელის მოძებნა. რავი, ერთი 100 ძალიან მაგარი მებრძოლი ყავს ძიუდო ყველა რა, ეგეთი რაღაცებში რა. ანუ აი მე გულისხმობ რომ აი მე ტოპ კლასის რა. აი ბექაურის დონე რთულია რომ ვინმე იპოვო ვაფშე ქვეყანაში კი ამ სოფლიოში, მაგრამ ნუ ეგეთი ტიპები რა ძალიან ბევრი ყავს. და როგორ ვახერხებთ რომ 3 მილიონიანი ქვეყანა აი ასეთ რაღაცებს უკეთებთ სოფლიოს რა და ესე იმაშივით რა. ამას წინ გუშინ იყო ჭადრაკის ჩემპიონატი რა.
არ ვიცი ჩემპიონატების სახელები ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ნუ ჰანსი ეთამაშებოდა ლევს რა, ის სომეხი ის რო არის. არ მახსოვს გვარი. ლევს ვეძახის მთელი ცხოვრება რა ქნა. ხო და მოუგო რა ამ სომეხმა და კითხეს რომ ყველაზე კარგი ქალთა გუნდი რომელიაო რა, ანუ სოფლიო მასშტაბით და საქართველო და ბიჭო ანუ წარმოიდგინეთ რომ ჭადრაკის რომელიღაცა პრესტიჟული ტურნირის მოგების მერე რომ ვიღაც ადამიანი ვინც მოიგო გამოდის და იძახის რომ ყველაზე მაგარი ქალთა ნაკრები ჭადრაკში ყავს ქართველებს ბიჭო და კიდე ვერ ვხვდებით მართლა ვერ ვხვდებით რამდენად მაგარ რაღაცებს დაჟე ბოროტი და ცუდი ტიპებიც ვინც ყავს ეგეინც იმდენად ბოროტები და ცუდები არიან რომ სოფლიოს გაკვირვება შეუძლიათ რა სტალინი აი ხო ქართველი იყო ეხა არ თქვათ რომ არაო ის რუსეთში გაიზარდაო და ისე ტიპი აი ქართველი რო არ ყოფილიყო ეგეთ რაღაცებს ვერ იზამდა პროსტა რაც გააგეთ ტიპმა დედა მოუტყნა ყველას და ყველაფერს რა ხო და აი რაც გვინდა რომ ვაკეთოთ იმას როცა ვაკეთებთ ვართ დედის ნელესი ხალხი რა აი ძალიან მაგრები ვართ რა და პროსტა ქართველებმა უნდა დავამუღამოთ რა იყო პატარა გასლაგინეთ მაიცა და მოვჩები ხა ანუ სად ვიყავი არ გახვიდე მითხარი სად ვიყავი კაი ხა ქართველებმა უნდა დავამუღამოთ რა უნდა დავამუღამოთ არ მახსოვს რა უნდა დავამუღამოთ ალბათ ის რომ როცა შენი შეყვარებული ვიდეოს იღებს მაგ დროს კადრში არ ჩაეჭრა ესე რომ აზრი გაუფანტო თორე გავლა კი არ არის პრობლემა რო არ ეთქვა რომ გავლა მინდა გაიარა ვინ უშლიდა აროჩერა ხო და სად ვიყავ კაუჩი რაც გვინდა იმას როცა ვაკეთებთ მაშინ ძალიან მაგრები ვართ ამიტომ ყველა ადამიანმა უნდა დავამუღამოთ რა გვინდა რისი გაკეთება გვინდა და აი დედას უტირებთ ყველაფერს რა აი მართლა ვერ ხვდები რა შეიძლება იყოს ისეთი სფერო რაშიც ქართველები ვერ ვივარგებთ იმიტომ რომ მათემატიკოსები მაგრები ყავს ფიზიკოსები მაგრები ყავს ექიმები ალბათ ექიმები მაგრამ ექიმებიც კარგი ექიმები ყავს პროსტა ძვირიანები არიან თორე ექიმებიც კარგი ექიმები არიან ბანკის ჯერ ხო ამდენი ბანკი მე ქვეყანა არ ვიცი რომ ამდენი ბანკი კონდეს რაღაცა სიგიჟე ეს 9 წელი თუ 10 წელი ბანკია მერე ტოტალიზატორები ეგეც იმდენი გვაგზმაო აი არ ვიცი მართლა ვერ ხვდები რა ბრიტანეთში არის 5 წელი ჩვენთან არის 8-9-10 ომა ეგეც ხო ბიჭო მაგის გაკეთებაც ხო რთულია რა მე მაგას გულისხმობ უბრალოდ ო დაჟე სურო ბოროტები იყოთ ნუ იქნებით არა კაი მაგრამ სურო ბოროტები იყოთ და ქართველი თუ ხართ ბოლომდე მიაწექი ძმაო იმე აი თავით გაანგრია ყველაფერს იზავ რაღაც ეტაპზე ხახვალ ბოლოში და უცილებლად იზავ რაღაც პროსტა ერთმანეთის სიყვარული რო გქონდეს ცოტა მეტი აი მან გვეშველებოდა უფრო მეტად მაგრამ გვიჭირს რა რატომღაც ზევიდან ვიყურებით ხოლმე ვიღაცებს ზევიდან გადავყურებთ ისე გეგონება ჩვენი მასზე მეტი ვიყოთ არა და ერთ მარტივ რაღაცას ვერ ვითვალისწინებთ ვერასდროს რა ადამიანები ყველა თანასწორები ვართ რა გინდა არ გინდა რა ვიღაცას რაღაცა უფრო კარგად გამოსდის ვიღაცას რაღაცა უფრო ცუდად გამოსდის რა თქმა უნდა ვიღაცა რაღაცაშია უკეთესი მაგრამ ყველა ერთი დონე ვართ რა ადამიანები ქართველები კიდე ფიჭ მართლა მაგაში მე მგონი სომხები ჯობნიან ერთმანეთი ისე უყვართ და ისე იციან ერთმანეთის იმე კისრით გატანა ჩვენ ხანდახან რაღაც ბოროტობებს ვაკეთებთ ხოლმე რა ერთმანეთს უკეთებთ რა ნუ მე პირადად არ ვიცი ხა ვიღაცა უცილებლად იქნება ადამიანი ჩემს ცხოვრებაში ვინც იფიქრებდა რომ მე იმას ბოროტად და ცუდად მოვეკეცი მაგრამ მე უფრო მაგ გამოცდილება და წონებული ვარ ვიდრე სხვებს ჩემს გამო მაგრამ მაინც არ არის საკმარისი რა კარგი ადამიანი რო ხარ ეგ არ არის საკმარისი ცხოვრებაში ხო მაგარი რთული არის ქართველობა თუ ქართველად დაიბადე აი ამ წამს თუ დაიბადე კარგად დაიმახსოვრე რომ კისრით გაიტანე ყველა კისრით კი თავით გაიტანე გაანგრია ყველაფერი მაინც გაანგრევ რა
ეგეთი ხალხი ვართ რა. ჯერ ხო რეპი გამორჩა. ჩვენი რეპი რა დონეზეც არის, მაგ დონეზე ევროპაში კი არა, ამერიკაშიც არა. ხო ეგრეა. ლენკასაც ვია ჩემ მაიკა, რომელიც ზურგზე გახია. აი ეგეთ რაღაცებს ნუ გაუკეთებთ ერთმანეთს ქართველები.